მოგესალმებით. როგორ დავამატოთ კომერციული ფართი? იმისათვის, რომ დავამატოთ განცხადება, დავაჭიროთ ღილაკს განცხადების დამატება და გადავიდეთ განცხადების დამატების გვერდზე, სადაც გაიხსნება ზოგადი ფორმა, ზოგადი შესავსები ველებით. ამ ველებს დაემატება კატეგორიის არჩევისას იმ კონკრეტული კატეგორიის შესაფერისი დამატებითი ველები. კონკრეტულ შემთხვევაში ავირჩიოთ მაგალითად კატეგორია, როგორც ვთქვით, კომერციული ფართი და მიუთითოთ გარიგების ტიპი ქირავდება. გავუკეთოთ ჩვენს განცხადებას სათაური. ქირავდება, მაგალითად იაფად. კომერციული ფართი. შემდეგ ჩავწეროთ ფასი და ავირჩიოთ შესაბამისი ვალუტა. შევავსოთ ინფორმაცია ადგილმდებარეობის შესახებ. ავირჩიოთ რეგიონი, ქალაქი და უბანი. რეგიონის არჩევისას ავტომატურად გამოჩნდება იმ ჩვენს მიერ არჩეული რეგიონის ქალაქი ან რაიონი და ამ ქალაქში არსებული უბანი და დასახლება. ავირჩიოთ რეგიონი ქვემო ქართლი. მიუთითოთ შესაბამისი ქალაქი დაუშვათ ჩვენი კომერციული ფართი ქირავდება ქალაქ რუსთავში. და ჩავწეროთ უბნის დასახელება. ამ შემთხვევაში მოვნიშნოთ ან ცენტრი, ან შემოგარენი. ჩვენი საოფისე ფართი, კომერციული ფართი მდებარეობს ცენტრში. შევავსოთ ინფორმაცია მისამართის შესახებ, ჩავწეროთ ქუჩა, შარტავას ქუჩა, მიუთითოთ ნომერი. თუ ამ კონკრეტულ მისამართს გააჩნია სადარბაზო და სართული, შეგვიძლია სურვილის მიხედვით ეს ინფორმაცია შევავსოთ. გადავიდეთ საკონტაქტო ინფორმაციაზე, სადაც აუცილებლად უნდა ჩავწეროთ საკონტაქტო პირის სახელი და გვარი, მისი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და აქაც სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია მიუთითოთ ელექტრონული პოსტა და სკაიპი. აქვე შეგახსენებთ, რომ წითელი ფიფქით მონიშნული ველების შევსება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში განცხადება არ აიტვირთება. გადავიდეთ ობიექტის მონაცემებზე. აქ უკვე ჩვენ შეგვიძლია შევიყვანოთ ობიექტის ტიპი, ანუ რა ტიპის კომერციული ფართი გვაქვს, საოფისეა, სასაწყობე, სამეწარმეო ფართი თუ ასე შემდეგ. ავირჩიოთ, მიუთითოთ ობიექტის უკვე ფართი კვადრატულ მეტრში. შეგვიძლია მიუთითოთ მიწის ფართით, თუ გააჩნია ამ კონკრეტულ ობიექტს თავისი მიწა. ასევე ჩავწეროთ ოთახების რაოდენობა. მოვნიშნოთ ოფისის მდგომარეობა, ავირჩიოთ ჩამონათვალიდან შესაბამისი პასუხი, ჩავწეროთ წერის სიმაღლე, შევავსოთ ინფორმაცია სველი წერტილებით ცხელი წყლისა და გათბობის თაობაზე. დავუშვათ, რამდენი სველი წერტილი გვაქვს, როგორ მოგვეცემა ცხელი წყალი ცენტრალური გათბობის სისტემით და ავირჩიოთ ასევე გათბობა, რომ გვაქვს ცენტრალური გათბობის სისტემა. პარკინგის შესახებ ავირჩიოთ ჩვენთვის შესაფერისი პასუხი, დავუშვათ პარკინგის ადგილი გაგვაჩნია და მიუთითოთ სათავსოს შესახებაც ინფორმაცია, გვაქვს, არ გვაქვს თუ რა ტიპის სათავსოა. თუ ჩვენი კომერციული ფართიდან, ჩვენი საოფისე ფართიდან, რომელსაც ვაქირავებთ, იშლება რაიმე განსაკუთრებული ხედი, შეგვიძლია ამ ველში ჩავწეროთ ინფორმაცია. საშუალება გაქვთ შეავსოთ დამატებითი მონაცემები. დავუშვათ, მიუთითოთ, რომ ოფისში არის უკვე გაყვანილი ინტერნეტი, არის ტელეფონი, ბუნებრივი აირი აქვს, აივანი, დაცვის სამსახური და ასე შემდეგ. კომენტარის ველში შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენი კომენტარი ან დამატებითი ინფორმაცია, თუ რაიმე გსურთ, დავუშვათ, თუ არ გაკმაყოფილებთ ამ განცხადების ფორმაში ჩამოთვლილი ველები, შეგიძლიათ დაწეროთ დამატებითი ინფორმაცია. ამ ველის შევსებაც სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში განცხადება არ აიტვირთება. ჩვენი განცხადების ფორმა საშუალებას გაძლევთ განცხადებას თან დაურთოთ თქვენი გასაქირავებელი ფართის ფოტოსურათები. დააჭირეთ ვარდისფერ ღილაკს, აირჩიეთ სურათები, აირჩიეთ შესაბამისი სურათი თქვენი ფართის და ატვირთეთ. რამდენიმე წამში ის გამოჩნდება თქვენს განცხადებაში. შეგიძლიათ ატვირთოთ ერთი ან რამდენიმე ფოტოსურათი, მაქსიმუმ 12 სურათი. თუ რომელიმე სურათი ატვირთვისას არ მოგწონთ, მარტივად შეგიძლიათ მისი განცხადებიდან ამოშლა. და ბოლოს, აუცილებლად შეავსეთ განცხადების შესახებ მონაცემი, ანუ ელექტრონული პოსტა. ამ ელექტრონული პოსტის ჩაწერა სავალდებულოა, რადგან ამ პოსტაზე თქვენ მიიღებთ ლინკებს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ თქვენი განცხადების მართვას, მის რედაქტირებას ან წაშლას სურვილის შემთხვევაში.
დავწეროთ ელექტრონული პოსტა. როდესაც დავწმუნდებით, რომ ყველა ველი შევსებული გვაქვს და არანაირი ინფორმაცია არ გამოგვჭა, დავაჭიროთ ღილაკს გამოქვეყნება. და ჩვენი განცხადება წარმატებით აიტვირთება ჩვენს საიტზე. განცხადების ნახვა შეგვიძლია ძალიან მარტივად. გადავიდეთ ძიებაში და თქვენს მიერ ატვირთული განცხადება გამოიყურება ასეთი სახით. თქვენს მიერ ატვირთული ფოტოსურათი, განცხადების სათაური, მისი გარიგების ტიპი, ადგილმდებარეობა, განცხადების ატვირთვის თარიღი და შესაბამისად ღირებულება. ვისურვებთ წარმატებას.